საინფორმაციო საშუალებებში პირდაპირი ჩართვა გაკეთდა და დაიწყო ლანძღვა უნივერსიტეტისა. მაბადიეთ ლანძღვა ამ სიტყვების პირდაპირ, აი წითელი კომუნისტები, წითელი პროფესორები, კორუმპირებულები, ეს მერე ჩარეცხილი მერე შეემატა ამ ლექსიკას და ასე შემდეგ. რომ ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა, აი ასეთი განწყობით. მეორე ფრონტი გახსნა ლომაიამ. გახა ლომაიამ მინისტრმა. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს უსინდისო, უსირცხვილო, კორუმპირებულები, გათახსირე. აი ამ სიტყვების პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენს მიმართ. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის. და მესამე ფრონტი, თუ შეიძლება ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პოეტი რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა და იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდში უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის, აი ცნობილი ახალგაზრდები ეს იყო ლაშა ბუღაძე, ლაშა ბაქრაძე, ცხრონებული ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის ჩატარდას, ხდომა დაიწუნეს კანონპროექტი და არც ერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. ეს არის რატი ამაღლობელის. სხვადასხვა განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, მე შევხვდით ჩვენ სამინისტროში მათ და ეს გაზეთი დაუდემე წინ რატი ამაღლობელს და უთხარი, აი ეს არის ის. სხვადასხვა ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ. რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ასე შემდეგ, რომ ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ.